თაში არსებული პრობლემები დღეს კონფერენციაზე განიხილეს. კონფერენციაზე სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციაც მოხდა, რომლის მიხედვითაც 2002 წლის მონაცემებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, 152-ში კი 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. Აბსოლუტურად უნდა გადაიხედოს ის მოძველებული კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც 99 წელს იქნა შემუშავებული. ამასთან ერთად სტიმულირების მექანიზმები და სხვა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს როგორც ხელისუფლების, ასევე დონორი და სხვა ორგანიზაციების მხრიდან. საქართველოს ტერიტორიის 2/3 არის მთიანი რეგიონი, შიდა მიგრაცია განსაკუთრებით მძლავრია უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად იცლება მთიანი რეგიონები მოსახლეობისაგან. ეს პრობლემა არის ძალიან მწვავე, ამიტომ ჩვენ თუ ერთიანი პოლიტიკა არ ჩამოვაყალიბეთ, ამ პრობლემის გადაჭრა იქნება შეუძლებელი. წარმოდგენილი იქნება ახალი კანონი, რომელიც შემოვა პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების და მასთან გათანაბრებული რეგიონების შესახებ და დავსახავთ რამდენიმე გზას